საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფილმების ჩვენება მოეწყო მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში რუსთაველში უხმო კინოს პერიოდში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარმოადგინეს. Ნაჩვენები იყო კოტე მიკაბერიძისა და ვასილ დოლენკოს ერთობლივი ნამუშევარი, რასაც დასცეს იმას მოიმკი სიკოდოლიძის მიწის ძახილი, ვახტანგ შველიძის კოლმეურნის ჰიგიენა და ალექსანდრე ჯალიაშვილის დილის 10 წუთი. ფილმებს ცოცხალი მუსიკით რეზო კიკნაძე და ანსამბლი კონსილია აფორმებდნენ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოფილმების ცენტრ მეთეს ორგანიზებით 3-დან 9 დეკემბრამდე იმართება. მიზანი იყო ჩვენი კინოკოლექციის ასე ვთქვათ ფართე მაყურებლისთვის გაცნობა. თბილისის ფესტივალი არის ის ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი დადის და წლიდან წლამდე ამ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დადიან ფესტივალზე იმატებს და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისათვის, რომ ბევრი მაყურებელი მოგვეზიდა და ეს ასეც მოხდა.